მოგესალმებით მე-9 არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს 12 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. რამდენი პატიმარი შეხვდება ახალ წელს საკუთარ სახლში და რომელ მუხლებს შეეხება ამნისტია. ამ საკითხებზე მსჯელობენ ამ წუთებში პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე. დეპუტატები აცხადებენ, რომ მსჯავრდებულების გათავისუფლება იქნება საქართველოში ყველაზე მასშტაბური ჰუმანური აქცია. თუმცა უმცირესობის წევრები სწორედ მასშტაბურობის გამო მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. თამარ მახარაშვილი ჩაგვერთვება პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. თამარ, არის თუ არა სადაო მუხლები და იგეგმება თუ არა მათი ამოღება კანონპროექტიდან? რა თქმა უნდა, არის სადაო მუხლები, რომლებზეც სწორედ ამ წუთებში მსჯელობენ კომიტეტის ხდომაზე. რაც შეეხება იმ მუხლებს, რომელიც კანონპროექტში შეტანილია და რომლებსაც ეხება ამნისტია, ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული არასრულწლოვნები, იმ არასრულწლოვნებს, რომლებსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელსაც არ მოჰყოლია სიცოცხლის ხელყოფა, დანაშაული უუქმდებათ. ასევე სასჯელი უნახევრდებათ იმ არასრულწლოვნებს, რომლებსაც ჩაედინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. რაც შეეხება სრულწლოვან პატიმრებს, იმ პირებს, რომლებსაც ჩაედინეს ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელსაც არ მოჰყოლია სიცოცხლის ხელყოფა ან სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, სასჯელი უუქმდებათ. 1/3-ით უმცირდებათ სასჯელი მსჯავრდებულ ქალებს, რომლებსაც ჩაედინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომელსაც არ მოჰყოლია სიცოცხლის ხელყოფა. ამნისტიას ითვალისწინებს ასევე პირველად და გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულები, მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულები. პრიორიტეტები შეგვიძლია გამოვყოთ, ეს არის მნიშვნელოვნად ეხება და თითქმის მთლიანად ეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულებს, გარკვეული დათქმის გამონაკლისით, მნიშვნელოვნად ეხება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ასევე ეხება საკმაოდ ქალების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ერთ-ერთი პრიორიტეტული ჯგუფია ქალები. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნა დაზარალებულის ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი საპროცესო კოდექსით დაზარალებული საერთოდ მხარეთ არ არის გათვალისწინებული. ჰუმანიზმის წინააღმდეგ არავინ არ არის საპარლამენტო უმცირესობაში, მაგრამ როცა ჰუმანიზმის დროში ხდება აშკარა დამნაშავეების და ძალიან საშიში დამნაშავეების გამართლება, ეს არის სარისკო მთელი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და ყოველი მოქალაქისათვის. ხო და მე არ ვიცი ახლა კონკრეტულად ზუსტად რა მუხლებზეა საუბარი, მე არა ვარ იურიდიული კომიტეტის წევრი და ვნახავთ. რამდენად ადეკვატური იქნება ერთის მხრივ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით და მეორეს მხრივ ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამნისტია ეხება პირობით მსჯავრდებულ პირებს, ასევე პოლიტპატიმრებს. ამნისტიის კანონის ამოქმედების ვადად 2 თვეა დადგენილი. გმადლობთ, პარლამენტიდან თამარ მახარაშვილი საუბრობდა. დაკავებულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროში და ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი ნუკრია აბალაკი. პროკურატურა აბალაკს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით 2007 წელს საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად ხაშურის რაიონის სოფელ ბებნიში არსებული 18 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისნაკვეთი პირდაპირ მიყიდვის ფორმით გადასცა ერთ-ერთ მოქალაქეს. ხოლო 2008 წელს მან სოფელ ხელთუბანში მდებარე 7 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისნაკვეთი პირად საკუთრებაში გადასცა სელექციური მიღწევების და ჯიშთა გამოცდის სადგურის ყოფილ დირექტორს. 2010 წლიდან დღემდე ნუკრია აბალაკი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. უშინ მოხდა მისი დაკავება, მეც როგორც საზოგადოებამ გავიგე საღამოს და დღის დადასტურებული ინფორმაცია მივიღე, ასე ვთქვათ, მასპედიის საშუალებებისგან. ზუსტად არ ვიცი. რასთან დაკავშირებით არის, აბოლი ალბათ ყველაფერს გამოძიება დაადგეს. ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას საქართველოს შესახებ. ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი გამოცემა Foreign Policy მაიკლ ჩეჩირეს სტატიას. სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი რეჟიმის რიგი მაღალი თანამდებობის პირების დაკავებამ დასავლეთში შეშფოთების და კრიტიკის ტალღა გამოიწვია. თუმცა კრიტიკოსთა ამხედრება ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებებს ფარავს და გზას უღობავს სათანადო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას. ჩეჩირი აღნიშნავს, რომ მიუხედავად საჯაროდ გამოთქმული შეშფოთებისა და პროტესტისა,
სახაზია გასაოცარი უგულვებელყოფა იმისა თუ ვინ დააკავეს და რატომ. მასალის ბოლოს ავტორი ამბობს, რომ დემოკრატიული მომწიფების პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა საქართველოს 6 კვირის ასაკის მთავრობას ან მის ახალბედა პრემიერ-მინისტრს, არამედ დასავლეთს. თუკი დასავლეთი გულწრფელად შეშფოთებულია საქართველოს პოლიტიკური განვითარების ბედით, მაშინ მნიშვნელოვანია თბილისს მიეცეს დრო და სივრცე სათანადო სამართლებრივი პროცესის და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაწილი დღეს კვლავ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვს. ამ მოთხოვნით ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოში შეჭრილმა 30 ოჯახმა ღამით მთაწმინდაზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია გამართა. დღეს კი ისინი კანცელარიასთან შეიკრიბნენ. სოციალურად დაუცველები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ბინის ქირის გადახდაზე უარს აცხადებენ და ისევ მუდმივი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. არ ხდება დღესდღეობით შეხვედრა, კონკრეტული გადაიდო ეს შეხვედრა. ჩვენ კონკრეტულად ავად ისევ ბიზნეს ცენტრში გავესაუბრებით რა არის, როგორ არის და აქედან გამომდინარე თუ იქაც არ იქნება ნორმალური პასუხი მიღებული, ჩვენ კონკრეტულად ავალ და დავждებით იქ და მოვითხოვთ ბატონ ბიძინასთან შეხვედრას. ფინანსთა მინისტრი გერმანიის წარმომადგენლობით დელეგაცია შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივ ეკონომიკურ საკითხებზე და ბიზნეს წრეებს შორის პარტნიორობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. გერმანიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ცნობილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელები არიან, საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესწავლის მიზნით ჩამოვიდა. ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე ვისაუბრეთ, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტებში, გერმანული მხარის მონაწილეობაზე, ჯანდაცვის პროექტებზე და ასე შემდეგ. ვფიქრობ ძალიან საინტერესო, ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო და ძალიან მალე საქართველოში ვიგრძნობთ ამ შეხვედრების შედეგს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიების განვითარების პროექტებზე და სოციალურ სფეროზე. ჩვენ გვინდა ამ სფეროში ხელი შეუწყოთ საქართველოს ინვესტიციების გზით. ასევე ვაპირებთ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლოთ ჯანდაცვის სფეროში და გვინდა ინვესტიციების ჩადება გზებისა და რკინიგზების მშენებლობაში. საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხდომა გაიმართა, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა იყო. ინიციატივა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა წარადგინა. ცვლილებების მიხედვით ზუსტდება შრომითი ხელშეკრულების მოშლის მარეგულირებელი ნორმა. ახლანდელი რედაქციით დამსაქმებელი დასაქმებულის უმიზეზოდ გათავისუფლებას უკვე ვეღარ შეძლებს. ძალიან ბევრი ტექნიკური ის საკითხები, რაც განვიხილეთ ევროინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებული, რაღაცა გარკვეული შესწორებები ან კორექტივები შეიძლება შევიდეს თქვათ აბზაცებში, მაგრამ ყველა ინიციატივა პრაქტიკულად ვფიქრობ გატანადია, ყველა ინიციატივაზე ძირითადი შემადგენლობა კომიტეტებისა დათანხმებულია. ბოლო პერიოდში გახსოვდა დაქირავებულების განთავისუფლება და შრომის განმავლობაში როგორც აქამდე იყო მიღებული, არ არის ვალდებული დამქირავებელი აუხსნას დაქირავებულს თუ რატომ და რა მიზეზით განთავისუფლებს. ასევე არის უზუსტობა, ანუ საქმიანობიდან გამომდინარე არ არის განსაზღვრული რა ვადით შეიძლება დაქირავებულთან კონტრაქტის გაფორმება, ანუ ზოგჯერ ხდება კონკრეტულ შემთხვევას გეტყვით ექიმების ექიმებთან კონტრაქტის გაფორმება ერთთვიანი ვადით და ეს გრძელდება უსასრულოდ რამოდენიმე წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენი მიზანია რომ დავიცვათ უფლებები. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არასამთავრობო სექტორში შეხვდა. შეხვედრის მიზანი სამხედრო უწყებაზე მაქსიმალური გამჭვირვალობის მისაღწევად სამომავლო მექანიზმების შემუშავება იყო. საუბარი შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაზრდის საკითხსაც შეეხო. თავდაცვის მინისტრმა ამ თემით სამოქალაქო სექტორის დაინტერესება დადებითად შეაფასა. საკრებულოს ფრაქცია ქრისტიან დემოკრატების თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ მთავარი პროკურორის სახელზე პროკურატურაში მარჯანიშვილის საბაძის და წინამძღვრიშვილის ქუჩის მცხოვრებლების განცხადება შეიტანა. მოქალაქეების განცხადებიდან ირკვევა, რომ თბილისის განვითარების ფონდმა კანონდარღვევით მიითვისა აღნიშნულ ქუჩებზე მიწის ნაკვეთი, მასაგან განლაგებული შენობა ნაგებობებით. გაბუნიას განცხადებით ფონდის მხრიდან მოქალაქეებზე ადგილი ჰქონდა ზეწოლას მათ კუთვნილებაში არსებული ფართის დათმობის მოთხოვნით. მე მაქვს იმედი, რომ აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც მტკიცებულებაზე შეიძლება გამოდგეს, პროკურატურას მისცემს საშუალებას, რომ ძალიან კარგად, სამართლიან, ლოგიკურად წარმართოს თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი და რაც მთავარია, მაქვს იმედი, რომ აი ეს ფაქტები და საგამოძიებო პროცესი ზოგადად იქნება ძალიან კარგი წინაპირობა საიმისოდ, რომ მოქალაქეებმა დაიბრუნონ მათი კანონიერი ქონება უკან.
დაზარალებული ქალბატონი ბინის დაბრუნებას ითხოვს და დახმარებისათვის მთავარ პროკურორს მიმართავს. მანანა ნანობაშვილი ითხოვს, რომ დაიწყოს მისი საქმის ხელახალი გამოძიება. დაზარალებულის ადვოკატი ამბობს, რომ ნანობაშვილმა მამიდის ბინა 1992 წელს გაყალბებული ანდერძის საფუძველზე დაკარგა. საქმე ბათუმის პროკურატურაშიც იყო შეტანილი, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დაზარალებული მოითხოვდა თავისი მამიდის ქონებას, რადგან თავისმა მამიდამ უანდერძა მან თავისი წილი ქონება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მოხდა გაყალბება აბსოლუტურად აჯარის პროკურატურაში, ასევე სასამართლოებშიც და ეს მამიდის მანანა ნანობაშვილის მამიდის კუთვნილი ქონება დაისაკუთრა მისმა მეზობელმა. სახელმწიფო ბაღი, სადაც 380 აღსაზრდელი და 60 საწოლია, 45 ბაგა-ბაღში მხოლოდ 2 და 3 წლის ბავშვებს აძინებენ. დირექტორი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მშობლებთან შეთანხმებით მიიღო. საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემებით ფრაქცია ქართული ოცნება თბილისელები დაინტერესდა. ფრაქციის წევრები საქმის შესწავლას ითხოვენ. 3 წლის სანდრო იმ ასაკობრივ ჯგუფშია, რომლის დღის რეჟიმით საბავშვო ბაღში დაძინებას არ ითვალისწინებს. მის მსგავსად თბილისის 45 ბაგა-ბაღის 300-მდე აღსაზრდელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობითაა დაკავებული. დირექტორი იზა კვანტრიძე ბაღში ბავშვთა დიდ კონტინგენტსა და ფართის სიმცირეზე საუბრობს. ჩვენთან იძინებს 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები. დანარჩენების დაძინება ვერ ხერხდება ფართობის გამო და ის გამო რომ რა ვიცი, სხვა ასაკის ბავშვებს ვერ ვაწინებთ ელემენტარულად. საწოლების პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ უბრალოდ ფართი არ არის. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ 45 ბაღში არსებული მდგომარეობა სტანდარტ შეესაბამება. მათ შორის ისიც, რომ სასადილო, სამეცადინო და საძინებელი ერთ ოთახშია განთავსებული. ნებისმიერ ბაღში, მათ შორის 45 ბაღშიც მშობლის სურვილიდან გამომდინარე აქვს ყველა ბაღს იმის საშუალება, რომ დააძინოს ბავშვები, თუ მშობელს ექნება სურვილი. 45 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებისთვის დღის რეჟიმი მისაღებია, თუმცა ფსიქოლოგები ძილის დარღვევით გამოწვეულ ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობენ. ქცევა მისი მოუწესრიგებელი ხდება შედარებით უფრო ორგანიზებული და ესე რომ ვთქვათ, ნერვიული ხდება. რო არ აძინებენ, შემდეგ უკვე კარგად იძინებს ბავშვი და რო იძინებდა დაუშვათ ბაღში, მერე უკვე უჭირს დაძინება და მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო ეხა 3 წლიდან ზევით უკვე ბავშვმა დაიძინოს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება თბილისელების თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ამბობს, რომ ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა უნდა შემცირდეს და მათთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ქალაქის თვითმმართველობა მიზრუნოს. თვითმმართველობის მიდგომა უნდა იყოს ასეთი, რომ ყველა საშუალო ასაკის ბავშვი სასკოლო ასაკამდე 5-6-მდე შეიძლება არ დავაძინოთ ეს ბავშვები, რომ აუცილებლად იყო დაძინებული და შესაბამისი პირობები, ანუ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყოფა და უზრუნველყოფა შესაბამისი პირობებით, რომ ეს რეჟიმი იქნას ბაღში დაცული. თბილისის საბავშვო ბაღებში ყოველთვიური გადასახადი 40-დან 80 ლარამდეა. დედაქალაქის მერია მხოლოდ 20%-ს აფინანსებს. მეწყერისგან დაზარალებულ სოფელ უსახელოში მცხოვრები რომან თვარაძე სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვს, როგორც თავად ამბობს, მისი ეკონომიკური მდგომარეობა სოციალურმა აგენტმა არაერთხელ შეისწავლა, მაგრამ სათანადო ქულები არ მიანიჭა. რომან თვარაძე მიიჩნევს, რომ სოფლებში ხშირად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანებისათვის დახმარების დანიშვნა კერძო ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. არ მაძლევდნენ დახმარებას. რა საბუთი არ მთხოვა, რა საბუთი მთხოვა, ყველაფერი მიუტანე, ყველაფერი ეს სადაც კურნალობდი, იქიდან მომწეს ცნობა, რაც მეკუთვნოდა, ის ცნობა მომწეს მიუტანე და ეწერა იმაში, რომ განუკურნებელია ჩემი ავადმყოფობა და მაინც არ მომწეს. ამ ოჯახს უფლება აქვს 25 ნოემბრის შემდეგ, გასული არის უკვე 25 ნოემბერი, კვლავ შემოიტანოს განცხადება და რათა მოხდეს ხელმეორე გადამოწმება ოჯახისას. თანამდებობები დატოვეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა. ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ მათზე ზეწოლა არ ყოფილა. 9 დეპუტატმა კი დატოვა ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია და ქართული ოცნების რიგებში გადავიდა. ახალ კანდიდატურებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა მეცხრე არხისათვის ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დავით ჭიჭინაძის და დავით ბელქანიას კანდიდატურები განიხილება. გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კი ჟურნალისტი ბერდია კალანდიას კანდიდატურა სახელდება. რიგგარეშე სხდომა წალენჯიხაში 7 დეკემბერს გაიმართება, სადაც საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. მას თავისი პროცედურები აქვს. დღეს უკვე შემოვიდა 1/3 საკრებულოს შემადგენლობის 1/3 მოთხოვნით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე. განხილული იქნა და ზეგარი დანიშნული რიგგარეშე სხდომა 11 საათზე, რომელზეც დადგება საკითხი. პირველ საკითხად არის საკრებულოს უკვე
კახაბერციმენტიაზე უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე და მეორე საკითხად იქნება ახალი საკრებულო სამჟვარის არჩევა. არანაირ ზეწოლაზე არ საუბრობს. უბრალოდ განაცხადა, რომ ჩემი სრული სამეფო ვტოვებ ადგილს და მევდივარ. კანდიდატები ძალიან ბევრია, რამდენადაც ისმის ხმები, მაგრამ ვერაფერს ვერ დაგიდასტურებ. აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის და მისი თანაგუნდელების სასამართლო განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ასლან აბაშიძე, ამირან კურცხალიძე, იოსებ და ჯემალ გოგიტიძეები ძებნილები არიან და შესაბამისად სასამართლო პროცესი მათ გარეშე მიმდინარეობს. საქმეში 200-მდე მოწმედა დაზარალებულია. ასლან აბაშიძეს ბრალი ტერორისტული აქტების მოწყობაში, კერძოდ ჩოლოქის და ქაქუთის ხიდების აფეთქებაში, ასევე უკანონო ფორმირების შექმნა შეედება. განახლდა 1991 წელს მომხდარი ფაქტის გამოძიებას ნოდარ იმნაძის მკვლელობა. სისხლის სამართლის საქმე 37 ტომისგან შედგება და ამ ეტაპზე სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს. ასლან აბაშიძეს ბრალი ედება ნოდარ იმნაძის განზრახებობაში, გარდა ამისა ბრალი ედება ჩოლოქის ქაქუთის ხიდების აფეთქებაში, ოაზისთან აფეთქებაში, ასევე უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებაში. როგორც თქვენთვის ცნობილია, ასევე ასლან აბაშიძის მიმართ უკვე გამოტანილი ერთი განაჩენი, მას ეკონომიკური დანაშაულისათვის და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისათვის 15 წელი თავისუფლების საკვეთ აქვს მისჩილი. წარმოდგენილი ბრალდებებით ვერანაირად ვერ დასტურდება ბატონი ასლან აბაშიძის ბრალეულობა. ერთერთი მოწმე ვერ იძახის უშუალოდ რომ რაიმე ბრძანება მიიღო ასლან აბაშიძიდან ან რაიმეს ითხოვდა უკანონოს მათ მიერ განხორციელებულა. მე მიმაჩნია რომ წარმოდგენილი ბრალდებები არის უსაფუძვლო და უსაბუთებელი და სამართლიანი სასამართლოს პირობებში აღნიშნული ასე ვთქვათ ბრალდებების უსაფუძვლობას დაცვის მხარე დავადასტურებს სასამართლო. გაიკითხა ორი მოწმე, სადაც აშკარად გამოიკვეთა, რომ წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით ახალი ხელისუფლება ზეწოლებს არ ახორციელებს მოწმეებზე, არ აშანტაჟებს ამ მოწმეებს. მოწმეთა ჩვენებები იყო თავისუფალი, ისინი ლაღაძნობდნენ თავს და მათი ჩვენებები იყო სარწმუნო და სანგო. იტალიური კინოს ვარსკვლავი თბილისს ეცნობა ჯანკარლო ჯანინიმ, რომელიც საქართველოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ეწვია დედაქალაქი და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. ფესტივალის სხვა სტუმრებთან ერთად მან მუხრან-ბატონების შატო მოინახულა, სადაც ქართული ღვინო და კერძები დააგემოვნა. იტალიელი მსახიობი თბილისში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება. იტალიური კინოს ცოცხალი ლეგენდა ბაგრატიონთა შატოს ეწვია. ქართული ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით მოხიბლული მსახიობი ჟურნალისტებთან საკმაოდ გულახდილად საუბრობს. ძალიან მომეწონა აქაურობა, ახლა ქართულ სოფელში ვარ. ნახე სვეტიცხოველი და მცხეთა, მოხიბლული ვარ იმით, რომ თქვენს ტრადიციებს ინარჩუნებთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ერისთვის. ჯანინი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია. სექციაში მსახიობი ფოკუსში მან 4 ფილმი ჩამოიტანა. ლინა ვერტმიულერის სურათი კინოთეატრ ამირანში გუში ნაჩვენეს. მსახიობი ამბობს, რომ თავისი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად კანის ფესტივალზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის პრიზის მფლობელი სიყვარული და ანარქია და ოსკარზე ნომინირებული 7 ლამაზმანი უყვარს. უპირატესობას კი მაინც ძველ კინოს ანიჭებს და მიაჩნია, რომ ადრე უკეთესი ხარისხის ფილმებს იღებდნენ. Sono qui per il Festival del Cinema. თანამედროვე კინო ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის, როგორც პროფესიონალისტვის, როგორც იტალიურ, ასევე ჰოლივუდურ ფილმებში თამაში დიდი სიამოვნებაა, უპირატესობას მაინც იტალიურ კინოს ვანიჭებ. ვიმედოვნებ, რომ ქართველებთან ერთად ხარისხიან ფილმებს გადავიღებთ. მისი კარიერა მოიცავს თანამშრომლობას ისეთ ლეგენდარულ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ლუკინო ვისკონტი, რაინერ ვერნერ ფასბინდერი, სტელა კრამერი, რიდლი სკოტი და სხვა. ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი ჰოლივუდური როლები კი ჯანინიმ ბონდიანას სერიის 2 ფილმში, კაზინო როიალსა და ნუგეშის კვანტუმში განასახიერა. ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს ძალიან ცნობილი მსახიობი. მიხარია, რამე თუ შატო მუხრანი იწყებს ახალ ცხოვრებას, სწორედ ისეთ ცხოვრებას, როგორიც მას ჰქონდა მე-19 საუკუნეში. ფესტივალის სტუმრების გარდა მუხრან-ბატონების მამულს დღეს მათი შთამომავლებიც სტუმრობდნენ. ლუიზა და დოლორეს ორსინები საქართველოს იტალიიდან ეწვევდნენ. ძალიან ვამაყობთ, რომ შატო მუხრანში ვიმყოფებით. საქართველოში ხშირად ჩამოვდივართ, მაგრამ აქ ბავშვობის მერი არ ყოფილვართ. ძალიან გვიყვარს საქართველო, აქ თავს ყოველთვის ისევ გრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ასეთი თბილი ხალხი სხვაგან არსადაა. შატო მუხრანის დათვალიერების შემდეგ სტუმრები კინოთეატრ ამირანში წავიდნენ, სადაც ჯანკარლო ჯანინის ფესტივალის ორგანიზატორებმა საპატიო ჯილდო გადასცეს.
მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს პირველ საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. გაათავისუფლებენ თუ არა ახმედ ჩატაევს ჩეჩენი პატიმრის შესახებ გადაწყვეტილებას მთავარი პროკურატურა დღეს გაახმაურებს. საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ზუსტად 1 საათში დაიწყება. ახმედ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს მას ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვაში ედება ბრალი. უფლებადამცველები ახმედ ჩატაევს უკანონო პატიმრად მიიჩნევენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ყველა მასალა გულდასმით შევისწავლეთ და პროკურატურა თავის პოზიციას დააფიქსირებს 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე. წინასწარ არ გაუსწრებ მოვლენებს, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ იქნებით ობიექტურნი და ის პოზიცია, რაც დაფიქსირდება სასამართლო პროცესზე, არ დაუტოვებს კითხვას არავის. უდანაშაულო კაცი უნდა იჯდეს ციხეში. ინვალიდია, ფეხი არ აქვს, ხელი არ აქვს, რა ვიცი კიდე. გამოუშვით ხოლთ, შეეწალეთ და განთვალისწინეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ამ მოთხოვნით ორგანიზაციის წევრებმა აქცია პრეზიდენტის სასახლესთან გამართეს. მათი განცხადებით პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას მუშაობაში ხელს უშლის. არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. სიაში ბევრი ცნობილი საზოგადო მოღვაწის გვარი შევიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის და მემორანდუმში გაერთიანებული ორგანიზაციები მართავენ გამაფრთხილებელ აქცია ბრიფინგს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით და აფიქსირებენ დღევანდელი დღის მონაცემს ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით. დღეს საქართველოს მასშტაბით იმ მწირი რესურსების და იმ მწირი შესაძლებლობების გათვალისწინებით შეგროვილია 121,200 ხელმოწერა. რა გააკეთა მაკაცმა ქართველების დასამახსოვრებელი ამბავი. ჩემთვის ეს გაუგებარია, ვერცეთ ვერაფერს ვერ დავასახელებ. ხალხი ძახის გზებია. გზები მართალია გაკეთებულია, მაგრამ სხვადასხვა ეს გზების საიდუმლოება მე არ მინდა აქ თქვა. იმიტომ რომ ეს უფრო სამხედრო ხასიათისაა. მე მგონია არც სააკაშვილის გაკეთებული. კახეთის გზატკეცილზე მდებარე ყოფილი მექანიკის ინსტიტუტის შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 18 ოჯახს წყლის სისტემის, ჭერის გადახურვის და ელექტროენერგიის მრიცხველებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. დევნილები იმ ფაქტის დაკანონებასაც ითხოვენ, სადაც უკვე 11 წელია ცხოვრობენ. მათ დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით არახველიძე შეხვდა და პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ძალიან დიდი პრობლემები გვაწვიმს, დანგრეულ შენობაში ვცხოვრობთ, არანაირი პირობები არ აქვს, წყალი არა, დენი არა, დენს ვყიდულობ 20 ცენტრად კილოვატი, ქარხნიდან მაგდენი, როცა მე მეკუთვნის დევნილი ვარ და 4 სულზე 400 კილოვატი მეკუთვნის. ჩვენ მათ ამ პრობლემებს ყველას მოუგვარებთ და გადავუწყვეტთ. და არა მარტო ამ დევნილებს და ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ეხლა ერთ-ერთი ავარჩიეთ თუნდაც შორის გამო სხვა კომპაქტურ დასახლებებშიდაც მაქსიმალურად შეძლების ჩვენი რესურსის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ნატომ საქართველოს 2012 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი გამოუგზავნა. ნატოს შემფასებელთა მისია საქართველოში 15-16 ოქტომბერს იმყოფებოდა და საკუთარი დასკვნა დადო. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დოკუმენტს დადებითად აფასებს. ნატოს დოკუმენტში საუბარია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო პერიოდზე. რუსეთს საქართველოს ურთიერთობასა და ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობაზე. დოკუმენტში მოცემულია ასევე რეკომენდაციები რეფორმების გაღრმავებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით დაკავშირებულია რა თქმა უნდა შეფასება წარმატებულ საპარლამენტო არჩევნებთან 2012 წლის. აქვე აღნიშნულია გარკვეული კრიტიკაც რა თქმა უნდა იმ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, რომელიც იყო საკმაოდ პოლარიზებული მათი თვითობით
იყო ზეწოლები და იყო გადამეტებული ჯარიმები და ასე ვთქვათ ზეწოლები განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომადგენლებზე. კიდევ ერთხელ სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში და ჩვენი წვლილი როგორც საქართველოს არაწეული ქვეყნის ყველაზე დიდი კონტრიბუტორის. წალკის გამგებელმა მიხეილ სქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა. გამგებელმა საკრებულოს წერილობით დღეს მიმართა. გამგებლის მოთხოვნა საკრებულოს ბიუროს ხდომაზე განხილვის შემდეგ დააკმაყოფილებენ. რამდენიმე კვირაა წალკის მოსახლეობა გამგებლის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავს. ადგილობრივები მიხეილ სქიტიშვილს კლანურ მმართველობაში, კორუფციასა და მიწების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებენ. მიხეილ სქიტიშვილი მეცხრე არხის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მიხეილ სქიტიშვილთან წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მან მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ და შესაბამისად დასტურად წარმოადგინა განცხადება საკრებულოს აპარატში, რომელიც საკრებულოს ბიუროზე განხილვის შემდგომ განხილული გადაწყვეტილების ასე ვთქვათ ცნობად მიღება ხდება საკრებულოს ხდომაზე გენერალის გარეშე. დიდი ღომში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მიწოდება მოსახლეობას 4 საათზე აღუდგება. საავარიო სარეაბილიტაციო სამუშაოები დიღმის ველზე დასრულებულია. Georgian Water and Power-ის ცნობით მაგისტრალურ წყალსადენზე საავარიო სამუშაოები დაგეგმილზე მეტ დროს გაგრძელდა. კომპანია წყალმომარაგების შეზღუდვის გამოწვეული დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. მეოთხე დღეა წყალი არ აქვს. ჯერ გითხეს მეორე დღეს მოვაო. არ მოვიდა მეორე დღეს. არც მესამე დღეს მოვიდა. მეოთხე დღე გადის, უკვე აღარ შეგვიძლია. დავდივართ ნათესავებში, ქალაქგარეთ მოგვაქვს წყალი და ვეღარ გავერკვიეთ, როდის იქნება. დაზიანდა დიდი ხმის მკვებავი 900 მმ-იანი მილი, რომელიც შეერთებულია მეორე წყალდენთან. ამ სამუშაოებს ჩვენ ხშირად ვასრულებით, ვინაიდან ხშირად ხდებოდა ავარიები და წავაწვეს ისეთ მდგომარეობას, რომ ესე იგი აბსოლუტურად იმდენად კოროზირებული იყო მილი, რომ ავარია გახანგრძლივდა ძალიან. გადაწყვეტა მთლიანად შეგვეცვალა ეს მონაკვეთი და ისე გავგეკეთებია, რომ აღარ იყოს შემდგომში ავარიები. ამან გამოიწვია გაჭიანურება უმძიმეს პირობებში, 3 დიდი სპეცმექანიზმის მუშაობა მიმდინარეობდა. ეხლა სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. სადღაც უკვე დაახლოებით 1 საათში მორჩება მთლიანად სამუშაოები. ახალი ამბებით 2 საათზე დავბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ.